იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე კონკრეტული სერვისის არჩევისას მთავარ გვერდზე დეტალურადაა აღწერილი სერვისის მიღების პირობები. თუ თქვენ გსურთ ახალი განაცხადის შევსება, დააწექით შესაბამის ღილაკს და შეავსეთ ელექტრონული ანკეტა. ქვეყანა და საცხოვრებელი მისამართის ველებში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ქვეყანა, სადაც იმყოფებით ამჟამად და მისამართი. სხვადასხვა სერვისის მოთხოვნასთან ერთად შეგიძლიათ ელექტრონული ფორმით გაიაროთ საკონსულო რეგისტრაციაც. ამისთვის აუცილებელია მონიშნოთ შესაბამისი მოთხოვნა. ინფო ღილაკზე მაუსის მიტანით შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული ველის მახასიათებლები, მაგალითად, სურათის პარამეტრები და ასე შემდეგ. Choose file ღილაკით ატვირთეთ თქვენი ფოტოსურათი. თუ თქვენ იმყოფებით ემიგრაციაში და გსურთ ახალ პასპორტში მუდმივი გასვლის შტამპის გადატანა, მონიშნეთ შესაბამისი მოთხოვნაც. აპლიკაციის შევსებისას უნდა განსაზღვროთ, თუ რა ფორმით გსურთ დამზადებული დოკუმენტის მიღება. გსურთ გაიცეს მინდობილ პირზე თუ მიიღოთ პოსტის საშუალებით. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეავსეთ შესაბამისი ველები. გამცემ სამსახურში უნდა მიუთითოთ ის სამსახური, რომელიც ხელსაყრელი იქნება თქვენი მინდობილი პირისთვის, თქვენ სახელზე დამზადებული დოკუმენტის მისაღებად. შესაბამის ველში შეიტანეთ საკონტროლო რიცხვი. თუ გამოსახულება ბუნდოვანია და ვერ იკითხება, დააწექით ღილაკს გენერირება და შეიტანეთ შეცვლილი საკონტროლო რიცხვი. ყველა ველის სრულყოფილად შევსების შემდეგ დააწექით ღილაკს დამუშავება. განცხადების წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ანკეტაში მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე მიიღებთ ამ ფაქტის დამადასტურებელ შეტყობინებას, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეძლებთ თქვენი განცხადების ნახვას. თუ გსურთ მომსახურების საფასურის პლასტიკური ბარათის მეშვეობით გადახდა, მონიშნეთ შესაბამისი მომსახურება და დააწექით ღილაკს საფასურის გადახდა. შესავსები რეკვიზიტები აღწერილია გადახდების გვერდის ბოლო გრაფაში. შეავსეთ შესაბამისი ველები და დააწექით ღილაკს შემდეგ. ონლაინ გადახდის წარმატებით განხორციელების შესახებ ასევე გესნობებათ ელექტრონული პოსტის მეშვეობით. რეგისტრირებული განცხადების სანახავად და ოპერატორთან დასაკავშირებლად შესაბამის ველებში შეიტანეთ ელექტრონული პოსტით მიღებული განცხადების ნომერი და კოდი. დააწექით ღილაკს ძებნა. თქვენი ელექტრონული ანკეტის ბოლოში გამოჩნდება ღილაკი ოპერატორთან დაკავშირება. გაეცანით მოთხოვნას, დაადასტურეთ, თავდაპირველად ჩართეთ თქვენი მიკროფონი და კამერა, შემდეგ ჩართეთ ოპერატორის კამერა.